დღეს ხალხური მედიცინის ერთ-ერთ ვარსკვლავზე, მარმუჩზე მინდა მოგითხროთ და ბოლოს რეცეპტებით შემოგთავაზოთ. ამ მცენარის სამკურნალო თვისებებზე მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე მისი სახელიც მიუთითებს. ლათინურად მას ალქიმილა ქვია, რაც პატარა ალქიმიკოსად ითარგმნება. ეს სახელი მას მისი უამრავი სასარგებლო თვისების გამო მისცეს. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ ამ მცენარის სარგებლის მიღება მისი სალათაში უმად მირთმევითაც შეგიძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მცენარის ბევრი სახეობა არსებობს, არც ერთი მათგანი შხამიანი არ არის, ყველა მათგანი იჭმევა უმადად სალათებში ან როდესაც საუბარია უკვე მობერებულ ფოთლებზე, მისი კერძად მომზადება შეიძლება. მარმუჩის ფოთლები სხვა მცენარეებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ თავის დაბოლოებებზე წვეთებს იგროვებს, ეს ნამი არ არის, არამედ ის თავისი ფორებიდან საკუთარ წვენს გამოჰყოფს. საინტერესო ფაქტია, რომ ამ წვენს შუა საუკუნეებში არა მარტო სამკურნალოდ, არამედ ასევე ადგილობრივი ბარონესებისა და მეფის ასულებისთვის პირის დასაბან და გასალამაზებელი საშუალების სახით მისართმევად აგროვებდნენ. ინგლისურად და გერმანულად მარმუჩის სახელი ქალის მოსასხამად ითარგმნება. ეს სახელი ამ მცენარეს სწორედ ქალის ჯანმრთელობის დამცავი თვისებების გამო მიანიჭეს. თანაც მის ფოთლებსაც ქალის შუა საუკუნეებში პოპულარული ტრადიციული მოსასხამის ფორმა აქვს. ფორმისა და შინაარსის საოცარი დამთხევა არა, მაგრამ სინამდვილეში ეს უძველესი სამკურნალო მცენარე, რომელსაც უკიდურესად დიდი რაოდენობით დაავადებებისათვის მართლაც რომ უხსოვარი დროიდან გამოიყენებენ, არა მარტო ქალბატონებისთვის არის სასარგებლო. მისი მოქმედების სპექტრი გინეკოლოგიას ცდება, გაცილებით ფართოა და მამაკაცებსაც შეუძლიათ ამით ისარგებლონ. ათასობით წლით ადრე, სანამ ჰორმონებით მკურნალობა და ტკივილგამოყუჩებლები არ არსებობდა, მაშინდელი ექიმები, ჰერბალისტები და ბებია ქალები დაავადებებისა და ჩივილების სამკურნალოდ სწორედ მარმუჩს იყენებდნენ. მაგრამ ნელ-ნელა ათასწლეულების მანძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ ცოდნა და შესაბამისად მისი გამოყენების არეა გააფართოვა და ჩვენს დროში მარმუჩის გამოყენების სფეროებია: ქალური ჩივილები, როგორიცაა მენსტრუალური და მენოპაუზის ჩივილები, დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი, ანემია, წყლულები, კანის პრობლემები, როგორიცაა ჭრილობები, გამონაყარი და ეგზემა, კუჭნაწლავის პრობლემები, როგორიცაა დიარეა, ანთებები, მაგალითად პირის ღრუში, ჰიპერტენზია, ცხვირიდან სისხლდენა. რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ბრონქიტი, ასთმა და ყელის ტკივილი, კიბო, მაგალითად საკვერცხის სიმსივნე. როგორ გამოიყენება მარმუჩი? თუ მწერმა დაგტბინათ ან დაშავდით, ნედლი მარმუჩი მოჭმოჭნეთ, მოსრისეთ, ჭრილობაზე დაიდეთ და გადაიხვიეთ. ისევე, როგორც უმეტესობა სამკურნალო მცენარეებისა, ალქიმილას მიღება ასევე შესაძლებელია სხვადასხვა გზით, შეგიძლიათ ჩაის მსგავსად დააყენოთ. ეს ჩაი ტრადიციულად გამოიყენება მენსტრუალური დისკომფორტის, მაგალითად სპაზმებისა და ძლიერი სისხლდენის შესამსუბუქებლად. ასევე გამოიყენება მსუბუქი დიარეის და პირის ღრუსა და ყელის ანთების დროს. იცავს ლორწოვან გარსებს. აქვს დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური თვისებები. ჩაის ასე მოამზადებთ: 2 ჩაის კოვს გამხმარ ბალახს 150 მლ მდუღარე წყალი დაასხით, დაფარეთ და 10-დან 15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ. ამ ჩაის დალევა დღეში 3 ჯერ შეგიძლიათ. 5 თვეზე მეტ ხანს ნუ მიიღებთ. ეს ჩაი შეგიძლიათ გვირილასთან ან ფარსმანდუქთან კომბინაციაშიც გააკეთოთ. მარმუჩის ცივი ნაყენი გაღიზიანებული კანის მოსავლელად. 3 ჩაის კოვს მარმუჩს 1 ფინჯანი ცივი წყალი დაასხით და 5 საათი დააყენეთ და გადაწურეთ. ტილო დაასველეთ და კანის გაღიზიანებულ უბანზე დაიდეთ. საჭიროებისამებრ გაიმეორეთ. მარმუჩის და მელისას ჩაი მენსტრუალური სპაზმებისა და პოსტმენოპაუზური სიმპტომის დროს. 1 ჩაის კოვს მარმუჩს და 1 ჩაის კოვს მელისას 250 მლ ცხელი, მაგრამ არა მდუღარე წყალი დაასხით. დაახლოებით 10-15 წუთი დაელოდეთ. დღეში 3-4 ჯერ დალიეთ. მარმუჩის ნაყენი ტრადიციულად გამოიყენება მენსტრუალური ჯანმრთელობის საშვილოსნოს მატონიზირებელი და ჰორმონალური ბალანსის მხარდასაჭერად. 1 წილი გამხმარი დაჭრილი მარმუჩი ქილაში მოათავსეთ და 5 წილი 30 ან 40%-იანი ალკოჰოლი, მაგალითად არაყი დაასხით. 4-დან 6 კვირის განმავლობაში დააყენეთ, დროდადრო შეანჯღრიეთ. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და ნაყენი ბოთლებში შეინახეთ. ზრდასრულებისთვის ნაყენის დოზა 2-4 მლ წყალში ან წვენში გაზავებული, დღეში 3 ჯერ. მარმუჩის ზეთი კანისთვის. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი და სამკურნალო თვისებები. კარგია კანის მოსავლელადაც.
ასევე ქირურგიული ჭრილობების შემდგომი მკურნალობისთვის და ნაწიბურების უკეთესად შესახორცებლად. ერთ წილ დაქუცმაცებულ მარმუჩს 4 წილი ზეითუნის ზეთი დაასხით და 14 დღის განმავლობაში თბილ ოთახში მოათავსეთ. შემდეგ ზეთი გადაწურეთ, მცენარეც კარგად გამოწურეთ და შუშის ქილებში კარგად დახურული შეინახეთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რასაც იყენებთ, ანუ ქილები და სახურავები გასტერილებული იყოს. ზეთი დროდადრო შეანჯღრიეთ, რომ მცენარის ნაწილები ზეთით კარგად დაიფაროს. საჭიროების შემთხვევაში ეს ზეთი დაზიანებულ ადგილებზე კარგად შეიზილეთ. მარმუჩის ჩასაჯდომი აბაზანა მენსტრუალური სპაზმებისა და ვაგინალური ინფექციების, ასევე ვაგინალური სიმშრალის და ქავილების დროს. მენოპაუზის პერიოდში ესტროგენის შემცირება ხშირად ლორწოვანი გარსის ატროფიას, ეს უკანასკნელი კი ვაგინალურ ინფექციებს და ქავილებს იწვევს. ასეთ დროს ხალხური medicina მარმუჩის აბაზანას იყენებს. რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს ჩივილზე. მენსტრუალური ტკივილებისა და სპაზმებისთვის დაგჭირდებათ ჩასაჯდომად საკმარისად მოზრდილი ვარცლი, მაგალითად 80 ლიტრის ტევადობით. ამ რაოდენობის წყლისთვის ცალკე ჭურჭელში 2 მუჭა გამხმარ მარმუჩს 1 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით, დაახურეთ და ნახევარი საათი დააყენეთ. ვარცლში იმდენი თბილი წყალი ჩაასხით, რომ მუცელიც დაიფაროს, ამ შემთხვევაში 80 ლიტრი ავიღეთ, მაგრამ ეს თქვენი ვარცლის ზომაზე და ფორმაზეა დამოკიდებული. ჩაუმატეთ მარმუჩის გადაწურული ნაყენი და ჩაჯექით. 15 წუთი დაჰყავით. ყვავე ჩივილებისთვის ეს აბაზანა ყოველდღიურად დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში მიიღეთ. ვაგინალური ინფექციის შემთხვევაში კი პატარა ვარცლით საკმარისია დაახლოებით 2 ლიტრი წყლის ტევადობით. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნაყენის რაოდენობაც ანალოგიურად მცირდება და 30 მილილიტრი სრულიად საკმარისია. იქნება ეს ფოთლები, ყლორტები, ყვავილები თუ ფესვები, მარმუჩი ერთ-ერთია იმ სამკურნალო მცენარეებიდან, რომელიც შესანიშნავად შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოშიც. თუმცა ამ შემთხვევაში თუ მისი სალათაში გამოყენება გსურთ, ჯობს გაზაფხულზე დაკრიფოთ, სანამ ფოთლები ნორჩია, ხოლო მობერებული ფოთლები კი შეგიძლიათ ისპანახივით მოამზადოთ. მცენარის ყველა ნაწილი იდეალურია მწვანე სმუსში შესარევად. აქვს თუ არა ალქიმილას გვერდითი მოვლენები. მარმუჩი ძირითადად კარგად აიტანება, თუმცა ისევე როგორც ყველა სამკურნალო მცენარე, ან ყველა საკვების შემთხვევაში მარმუჩის აუტანლობაც შეიძლება ვინმეს აღმოაჩნდეს. ზოგადად კი ალქიმილას არც ერთი ნაწილი არ არის ტოქსიკური. არც უკუჩვენებებია ცნობილი. თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილის სახით, ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში გამოყენებას მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გირჩევდით. იგივეა რეკომენდირებული ორსული და მეძუძური ქალებისთვისაც. სხვათა შორის ეს ეხება ნებისმიერ სამკურნალო პროდუქტს, იქნება ეს მცენარეული თუ სინთეზური. მარმუჩის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან ასევე ცნობილი არ არის. რამდენ ხანს შეიძლება გამოყენებულ იქნას ალქიმილა? გრძელვადიანი მიღების შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. ამის მიუხედავად, თუ ერთი და იგივე ჩაის ან ექსტრაქტის ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყოველდღიურად გამოყენება გაქვთ გადაწყვეტილი, ჯობს ექიმს დაეკითხოთ. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.